მოგესალმებით ლევანი მასწავლებელი. ამ ვიდეოში გავივლით Arduino Python-ის კურსის მე-4 იუნიტს, მე-3 იუნიტი დავასრულეთ, რომელიც შეეხებოდა Arduino-ს. ახლა ისევ გრძელდება Python-ის სავარჯიშოებით. შემოვედით Arduino Python-ის კურსზე მე-4 იუნიტის პირველი ქვეთავი, სადაც იწყება ბულიენები, მაგრამ გეტყვით, რომ თუ გაინტერესებთ როგორ უნდა დაემატოთ ამ კურსს, მაშინ უნდა გადახვიდეთ YouTube არხზე, ლევანი მასწი, მოძებნოთ დასაკრავის სიებში გადადით და მოძებნეთ აქ თქვენთვის სასურველი კურსი Arduino Python-ი თუ გინდათ ეს არის, Python-ი თუ გინდათ ეს არის და პირველ ვიდეოებში მაქვს ახსნილი თუ როგორ უნდა დაემატოთ class code რა არის და ასე შემდეგ, მაგრამ Arduino Python-ის კურსს რაც შეეხება, class code შეიცვალა და შემდეგ რაღაც დაახლოებით 50-70 ვიდეოს შემდეგ მაქვს ახალი class code ჩასული და აი იმ class code-ით უნდა დაემატოთ, ანუ პირველი ვიდეოში რომელი class code-იც ჩანს, ის უკვე აღარ ფუნქციონირებს. ამის გარდა შეგიძლიათ სხვადასხვა სავარჯიშოები ნახოთ, JavaScript-ი, Scratch-ი, Code.org-ი ეს უფრო პატარა ბავშვებისათვის, ასევე კარელით ვიწყებთ პროგრამირების სწავლას, თუ ახლა იწყებთ პროგრამირებას, ძალიან კარგი კურსი არის, 116 ვიდეო არის, სავარჯიშო და შემდეგ ძალიან მარტივად გაგიადვილდებათ როგორც JavaScript-ი, ისე Python-ი, ასევე Arduino-ც ვიცით რომ C++ ენაზე იწერება და ასე შემდეგ. ახლა მივუბრუნდეთ ისევ ამას. მე-4 იუნიტის პირველი ქვეთავი შეეხება ბულიენებს. პირველი არის ვიდეო ტუტორიალი ინგლისურ ენაზე, შემდეგ კვიზი არის, ერთი შეკითხვა არის. შემდეგ უკვე მე-3-ში აი აქ წითელი რომ არის, ამას დავაწყაპუნოთ, აქ უკვე დაწერილი კოდი გვხვდება და ეს კოდი უნდა გავარჩიოთ და შემდეგ მოდის დებაგინგი და სავარჯიშო, რომელიც ჩვენით უნდა დავწეროთ. კარგი, მოკლედ ჩვენ ვიცით უკვე რომ ცვლადები არსებობს რამდენიმე ტიპის, ესენი არის ინტეჯერი, ანუ რომელიც რიცხვით მნიშვნელობას ინახავს, ასევე არის float ტიპის, რომელიც არამთელი რიცხვით მნიშვნელობას ინახავს, ასევე string ტიპის, რომელიც ტექსტს ინახავს და ასევე არსებობს boolean ტიპის, რომელიც ახლა შემოვიდა აი აქ Python Arduino-ს კურსზე. სხვა კურსებზე რა თქმა უნდა გავლილი გვაქვს ესენი, როგორც JavaScript-ში, ასევე Python-ში. ახლა boolean ტიპის რას ნიშნავს? Boolean ტიპის ცვლადი ნიშნავს, რომ ცვლადის მნიშვნელობა შეიძლება იყოს მხოლოდ ორი სახის. ან true შეიძლება იყოს, ან false. სხვა შემთხვევაში სხვა მნიშვნელობას ის ვერ მიიღებს, ან true იქნება, ან false, ანუ ან ჭეშმარიტი იქნება, ან არ იქნება ჭეშმარიტი. ეს რაში გვჭირდება, აი Tinker-ზედაც და Arduino-შიც ხშირად გვჭირდება ეს, მაგალითად, ცოტა უფრო ოდნავ სერიოზული პროექტებს, როდესაც გავაკეთებთ, აი მაგალითად კარები არის ღია ან დახურული, ხო? თუ ღია არის ეს ცვლადი, რომელშიდაც კარების მდგომარეობა შევინახავთ, იქნება true, თუ დახურული იქნება, მაშინ ეს ცვლადის მნიშვნელობა იქნება false. ახლა როგორ ვქმნით, აი აქ ცვლადის სახელს წერთ, ანუ Python-ში ასე იწერება და წინა ვიდეოებში გახსოვდათ, რომ წინ ვუწერდით ცვლადის ტიპს, ინტეჯერი როცა იყო int-ს ვუწერდით წინ, ამ შემთხვევაში Python-ში ეს არ ჭირდება, პირდაპირ ცვლადის სახელს წერთ, ერთი და მეორე და პირველი ცვლადის სახელი გაუტოლდა true-ს და მეორე ცვლადი გაუტოლდა false. ოღონდ აქ კიდე ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, true, ანუ 100 პირველი 100 უნდა დავწეროთ დიდი 100, სხვა შემთხვევაში აქ პატარა 100 რო დავწეროთ, ამ შემთხვევაში შეცდომა არის უკვე ვერ გაიგო, ან თან ნახეთ შავი 100-ები არის, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში boolean ტიპის არ არის, ეს შეცდომა არის და თუ ამას საერთოდ ბრჭყალებში ჩავსვამ, ამ შემთხვევაში უკვე boolean ტიპი არაა, ეს უკვე string ტიპი არის, ანუ ეს ცვლადი აქ თუ თავიდან იყო true, შეუძლია გახდეს false, ანუ მის საწინააღმდეგო მნიშვნელობას გავუტოლოთ ჩვენ თვითონ კოდში. მაგრამ თუ ასე ბრჭყალებში ჩავსვამ და string ტიპის იქნება უკვე, ამ შემთხვევაში უკვე ამას საპირისპირო მნიშვნელობას ვერ გავუტოლებთ. აი მოდი გავუშვათ, ნახეთ, is correct ხომ არის აქ ცვლადის სახელი და ეს true ჩავსვით ბრჭყალებში, ხო? აი აქ დაგვიბეჭდა ეს true და false, რა თქმა უნდა, რაც შენახული აქვს ამ ცვლადებს და შემდეგ ტიპს ვუბეჭდავ. ნახეთ, ესე იგი string ტიპის არის ეს და boolean ტიპის არის აი ეს. თუ ამას ბრჭყალებს მოვუშლი,
ნუ ასე შეცდომა იყო წეღან და იმიტომ რომ T-ასო დიდი ასოთი უნდა დავწეროთ და თუ ასე დავწერ და დაინახეთ რომ true გადაიქცა ლურჯი ფერის ტექსტად, ამ შემთხვევაში იქნება boolean ტიპის. აი ამას მნიშვნელობა აქვს, string ტიპია, ინტეჯერია, boolean ტიპია თუ რა არის. კოდის წერისას ამას დიდი მნიშვნელობა ექცევა. ესეც დასამახსოვრებელია პატარა ასო, დიდი ასო და ასე შემდეგ. შევაჯამოთ ორი ცვლადი გვაქვს შექმნილი, ერთი გატოლებულია true-ს, მეორე გატოლებულია false-ს, მერე დავბეჭდეთ ამ ცვლადების მნიშვნელობები, ანუ is correct და is validated. აი აქ დავბეჭდეთ ამის მნიშვნელობები და შემდეგ უკვე ტიპით რომ წერია აქ, ესე იგი ამ ცვლადში შენახული ნიშნულობის ტიპს, ანუ ზოგადად ცვლადის ტიპს ვუბეჭდავთ. გასაგები არის next-ს დავაჭიროთ, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, ვნახოთ ახლა შემდეგში რა გვაქვს. პირველ რიგში აქ ხედავთ, რომ დაწერილი გვაქვს კოდი და runs დავაჭიროთ და ისე გავარჩიოთ. დასაწყისში როგორც ვახსენე, ეს სავარჯიშო არის დებაგინგი, ანუ უნდა ვიპოვოთ შეცდომა და უნდა გავარჩიოთ ახლა. ესე იგი შექმნილი გვაქვს აქ ცვლადები, ერთი არის true და მეორე არის false, ესენი სწორად არის შექმნილი და შემდეგ აი აქ print-ი რომ გვეწერია, ნახეთ, აქ ხომ გვაქვს ეს ტექსტი დაბეჭდილი ბრჭყალებში, ანუ ეს ტექსტი უნდა დაიწეროს. მოდი აი ესენი წავშალოთ დროებით. დაინახოთ, runs დავაჭიროთ და ნახეთ, ეს ტექსტი იბეჭდება ჩვეულებრივად. ესე იგი, შეცდომა იყო ზუსტად აი აქ ამ ადგილას. ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ ეს ტექსტი, რომელიც არის ბრჭყალებში ჩასმული, არის string ტიპის, ხოლო ეს ტექსტი არის boolean ტიპის. ამიტომ string ტიპს თუ გვინდა რომ გვერდით boolean ტიპი მივაწეროთ, ამ შემთხვევაში ესეც string-ად უნდა ვაქციოთ. აქ უწერთ str ბრჭყილი გავხსენით, გადავედით ბოლოში და ბრჭყილი დავხურეთ. ახლა runs რომ დავაჭიროთ, ერთი დაიბეჭდება, ხოლო მეორეზე იქნება შეცდომა. იგივეს უწერთ აქ str string-ი, ბოლოში გადავედით და ბრჭყილი დავხურეთ. runs დავაჭიროთ და აი აქ ჩვეულებრივად დაგვიბეჭდა უკვე ეს იყო აქ შეცდომა. ესე იგი strings თუ გვინდა რომ boolean-ი, ინტეჯერი ან ნებისმიერი სხვა ტიპის ცვლადი მივაწეროთ, ოღონდ Python-ში ეს ცვლადის ტიპიც უნდა ვაქციოთ string-ად. რაც შეეხება წერტილმძიმეებს, წერტილმძიმეები არ იწერება აქ, როგორც იწერებოდა წინა დავალებებში C++ ენაზე, როდესაც ვწერდით კოდს წინა units-ზე, მესამე units-ზე. Submit continuous დავაჭიროთ და ვნახოთ ახლა შემდეგში რა გვაქვს, რას გვეუბნებიან. ესე იგი, უნდა შევქმნათ ორი ცვლადი, ერთი S და მეორე S, ერთი უნდა გავუტოლოთ true-ს, მეორე უნდა გავუტოლოთ false და შემდეგ დავუბეჭდოთ ეს ტექსტი. კარგი, მოდი ამას ახლა დავაკოპირებ. აქ ჩასმული არის, კი ბატონო, ეს გატოლებული არის true-ს და შემდეგ დაბეჭდილი გვაქვს needs water და აქ იქნება true. ახლა მეორე უნდა შევქმნათ, გადავედით, ესე იგი ეს შევქმნათ, ეს ცვლადი აქ ჩავაფეისტეთ, უდრის და ეს გავუტოლოთ false. რა თქმა უნდა, f-ი ასო, დიდი ასოთი უნდა იყოს და ქვევით, აქ მოდი დაშორება გავაკეთოთ და ქვევით print უნდა დავწეროთ, გავხსნათ ბრჭყალი, ჩავაფეისტოთ ისევ ცვლადის სახელი, რაც გვქონდა ბრჭყალებში. აქ space-ი დავუწეროთ, რომ გვერდით არ მიეწებოს ის false-ი. აქ შემდეგ პლუსი დავუწეროთ, რომ გვერდით მიეწეროს შემდეგ ტექსტი და რა უნდა გავაკეთოთ ახლა ამ ცვლადის ნიშნულობა უნდა დავუბეჭდოთ, ხო? არა ტიპი, არამედ ნიშნულობა, ანუ ეს ცვლადი რასაც ინახავს. ანუ false-ი უნდა მიეწეროს გვერდით აქ, ასე უნდა დაგვიბეჭდოს. მაგრამ ეს ცვლადი არის false, ანუ boolean ტიპის, ხოლო აქ გვიწერია string-ი. ესე იგი, ჩვენ strings booleans ვერ მივუწერთ, თუ ამას str-ს არ დავუწერთ გვერდით. გავხსენით ბრჭყილი და ჩავსვით უკვე ცვლადის სახელი. ამ შემთხვევაში ეს ბრჭყალებში გვაქვს ჩასმული string-ია, ეს ბრჭყალების გარეშეა ცვლადის სახელია და boolean ტიპის არის და გადავაქცია string-ად. ახლა runs დავაჭიროთ და აი გვერდით მიეწერა ამას false-ი. წესით უნდა ჩაგვითვალოს გვითვლის submit continuous დავაჭიროთ, მეოთხე unit-ის პირველი ქვეთავი ამით დავასრულეთ და გადავდივართ მეოთხე unit-ის მეორე ქვეთავზე, სადაც if statement-ი შემოდის.